საღამო მშვიდობისა, ეს არის გადაცემა სათქმელი. მე ვარ ჟურნალისტი ირინა ყურუა და დღეს წარმოგიდგენთ. ზია ამაღლობელის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნა და მისი დაუყოვნებლივი უპირობო გათავისუფლება. ევროპარლამენტმა მორიგი რეზოლუცია დაამტკიცა. ქართულმა სასამართლომ კი მედია მენეჯერის სტიკერის გაკვრის გამო მეორედ გაასამართლა და დააჯარიმა. ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაციის ამოღებას სასამართლოს გზით ცდილობს. უწყებაში ამტკიცებენ, რომ ეს მოთხოვნა მხოლოდ გრანტების მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ არის მიმართული. რა რისკებს შეიცავს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა? ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი მასშტაბური ომი? ჩაერთვება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები კონფლიქტში პირდაპირ და რა შეიცვლება ირანში, ისრაელსა და მთელს მსოფლიოში? საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ყველაზე აქტუალური პროცესების ანალიზი. გადაცემაში სათქმელი ირინა ყურუასთან ერთად. ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელზე რეზოლუცია მიიღო და მისი უპირობო გათავისუფლება მოითხოვა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მედია მენეჯერი, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი კორუფციის გამოაშკარავებისა და 2024 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის ისჯება და ხელისუფლებამ წინასწარი პატიმრობის კაფიო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკავა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში კი გუშინ 18 ივნისს ჟურნალისტი მზია ამაღლობელის სტიკერის გაკვრის გამო ხელახლა გაასამართლეს. მოსამართლე მარიანა ფომაევამ ჟურნალისტი 1000 ლარით დააჯარიმა. მზია ამაღლობელი უკვე 5 თვეზე მეტია პატიმრობაშია. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში? ევროპარლამენტარების შეფასებით საქართველოს ხელისუფლებამ თითქმის გაანადგურა ქვეყანაში დარჩენილი დამოუკიდებელი მედია საშუალებები მაშინ, როდესაც საჯარო საინფორმაციო სივრცე სრულად დომინირებულია რუსული სტილის პროპაგანდის და ანტიევროპული დეზინფორმაციის გამავრცელებელი პროსამთავრობო მედიის მიერ. რეზოლუციის მიხედვით ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ქართული ოცნების სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ასევე ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავებების, ძალადობისა და შევიწროვების გამო, მათ შორის ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი დევნის, გენდერული ძალადობის შემთხვევების გამო. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება. ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი და დაუყოვნებლივ გააუქმონ რეპრესიული კანონები. ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს უცხოური აგენტების კანონის ამოქმედების შემდეგ გააძლიეროს მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოებისადმი, აკონტროლოს მიმდინარე სასამართლო პროცესები. კიდევ ერთხელ მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს დაუწესონ ორმხრივი სანქციები ქართული ოცნების იმ ლიდერებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლაზე არიან პასუხისმგებელი. როგორია ვითარება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ? ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისს ქართული ოცნება წელს მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად არ იწვევს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განმარტებით, ზოგადად არ არის პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო ოდირს და გადახვევად ასახელებს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს. სინამდვილეში კი ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ოდირი საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებს დააკვირდა. მათ შორის საპრეზიდენტოებს 2013 და 2018 წლებში და საპარლამენტოებსაც 2016, 2020, 2024 წლებში. ეუთო ოდირის მისია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროსაც 2006 და 2010 წლებში. აქედან 2006 წელს წარმოდგენილი იყო ლიმიტირებული მისიით. ოდირმა ნეტგაზეთისთვის გაგზავნილ წერილობით ინფორმაციაში დაადასტურა, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისს 2002 წლის შემდეგ რეგულარულად იწვევდნენ საქართველოში ყველა ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. მუნიციპალურ არჩევნებს ეუთო ოდირის მისია დააკვირდა 2021 წლის 2 და 30 ოქტომბერს, 2017 წლის 21 ოქტომბერს, 12 ნოემბერს, 2010 წლის 30 მაისს, 2006 წლის 5 ოქტომბერს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში წარმოდგენილი იყო შეზღუდული სადამკვირვებლო მისია. გამონაკლისი იყო 2014 წელი, როდესაც მუნიციპალურ არჩევნებს ეუთო ოდირის მისია ბიუჯეტური შეზღუდვების გამო არ დააკვირდა. კიდევ ერთი
საკითხი ქვეყნის მასშტაბით, რასაც გადაცემაში მიმოვიხილავთ. ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან ისეთი ინფორმაციის გადაცემას ითხოვს, რომელიც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. სახელმწიფო უწყება ორგანიზაციებისგან ინფორმაციას 3 კანონის საფუძველზე ითხოვს. ესენია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების და გრანტების შესახებ კანონები. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ კოლეგებს და აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ყოვლის მომცველი და კონფიდენციალური ინფორმაციის მოთხოვნა არ ეფუძნება არც სამართლებრივ საფუძველს, არც ლეგიტიმურ ინტერესს და პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმს წარმოადგენს. კონკრეტულად რა რისკებს შეიცავს ეს პროცესი, სწორედ ამის გარკვევას შევეცდებით სტუმართან ერთად. და ახლო აღმოსავლეთი დაძაბულია ვითარება ისრაელში, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები ისევ გაუშვა, ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საჰაერო განგაში სირენების ხმა ქალაქ ჰაიფასა და ჩრდილოეთ ისრაელის ტერიტორიაზე ისმის. ირანის მიერ მანამდე განხორციელებული მასშტაბური ბალისტიკური იერიში შედეგად ცენტრალურ და სამხრეთ ისრაელში რაკეტები რამდენიმე ადგილზე ჩამოვარდა. ჰალონში მძიმე დაშავდა 1 ადამიანი, ხოლო მსუბუქად დაახლოებით 20. ამის შესახებ ინფორმაცია ისრაელის გადაუდებელი დახმარების სამსახურმა გაავრცელა. შეტევების შედეგად დაზიანდა თელ-ავივი, რამათ-განი და ჰალონი. პირდაპირ დარტყმა მიიღო ბეერშებას სოროკას საავადმყოფომაც. დღეს ჭურვი ჩამოვარდა ისრაელში საქართველოს საელჩო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. შენობა არ დაზიანებულა. ოფიციალური ინფორმაციით, საელჩო ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს მკაცრად დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები. ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 13 ივნისს დაიწყო, რომლის სამიზნედ ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანაშაულების ობიექტები გამოაცხადა, მათ შორის ობიექტები, სადაც ისრაელის განცხადებით თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება. პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო. ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. ყველა ამ საკითხს მიმოვიხილავთ მომდევნო 1 საათის განმავლობაში. ჩვენი სტუმრები დღეს არიან გიორგი ხიმშიაშვილი, მზია ამაღლობელის ადვოკატი, ლევან ატროშვილი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ანა ბორჩხაძე, ისრაელში მცხოვრები ქართველი სტუდენტი და გიორგი ხატიაშვილი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. აქვე გეტყვით, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები დღეს გადაცემაში არ მონაწილეობენ. მიზეზად გასვლითი სხდომები დასახელდა. და ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი ჩვენ სტუმართან სტუდიაში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და დიდი მადლობა, რომ ხართ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოკლედ, ბევრია სასაუბრო მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით. ჩვენმა აუდიტორიამ იცის მისი დაკავება პირველი სტიკერის ეპიზოდთან დაკავშირებით, ასევე ჩვენ საზოგადოებას ახსოვს, რომ ის იყო დაჯარიმებული ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ გუშინ ვიხილეთ ხელახალი სასამართლო პროცესი, რომელიც ისევ სტიკერს უკავშირდებოდა. გთხოვთ უფრო მეტი რომ უთხრათ აუდიტორიას ამ მეორე საქმის შესახებ, რომელსაც ერთი და იგივე მიზეზი ჰქონდა და როგორ შეაფასებთ თქვენ როგორც უფლებადამცველი ამ ეტაპზე რა ხდება ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით? საზოგადოებისთვის უფრო ნათელი და ცხადი იყოს რაზეა საუბარი. ესე იგი, მზია ამაღლობელის მიმართ სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ძირითადად მოდავე მხარე, აწარმოა 2 სამართალდარღვევის საქმე და აწარმოებს 1 სისხლის სამართლის საქმეს. სამართალდარღვევის საქმეზე, როდესაც საუბრობთ ორმაგი მსჯავრდების პრინციპზე, შეიძლება ეს იურიდიული ტერმინოლოგია შინაარსობრივად ცხადი არ იყოს საზოგადოებისთვის, ვინც არ არის ამ პროფესიის წარმომადგენელი. მე შევეცდები ახლა უფრო მარტივად დავხსნა, რას უკავშირდება ეს გარემოებები და ამგვარი შეფასება. 2025 წლის 11 იანვარს მზია ამაღლობელი რეალურად ადმინისტრაციული წესით საწყის ეტაპზე დააკავეს სწორედ სტიკერის გაკვრის ფაქტზე. ეს საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ამას არავინ არ უარყოფს და როდესაც მოხდა სისხლის სამართლის წესით დაკავება, ასე ვთქვათ, პროკურატურა შეეცადა ყოველ შემთხვევაში და გამოიყენა ის ფაქტი, თუ რამდენად კრიმინალური მიდრეკილებებით გამოიხატებოდა მზია ამაღლობელი და მის ასე ვთქვათ პატიმრობა სისხლის სამართლის წესით სარჩულად დაუდო სწორედ ეს ადმინისტრაციული დაკავების ფაქტი და გარემოება. მაგრამ როდესაც მოხდა ამ საკითხის შეპასუხება, გარკვეულწილად ესე ვთქვათ ჩვენი მხრიდან იყო ასე ვთქვათ არგუმენტირებული შედავება, მე აღმოაჩინეს რომ სტიკერის გაკვრის გამო ადამიანის დაკავება დაუშვებელია კანონით. რა თქმა უნდა ამ სამართლებრივ ჩიხიდან გამოსავალი ისევ მათ მოიფიქრეს და შეთხზეს ახალი სამართალდარღვევის საქმე, ოღონდ 1 თვის შემდგომ 14 თებერვალს თუ სწორად მახსოვს თარიღი შეადგინეს
სამართალდარღვევის ოქმი 173 მუხლზე და 176 მუხლზე, ანუ ეს არის პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობა, პოლიციელის შეურაცხყოფა და ეს საფუძველი, ასე ვთქვათ, გამოიყენეს შემდგომ სასამართლო წარმოებისთვის. ცხადია ჩვენ ის ფაქტი, რომ სტიკერის გაკვრის გამო ადამიანის დაკავება მოხდა, ეს არც ერთ ეტაპზე არ დაგვიტოვებია ყურადღების მიღმა და როდესაც, ასე ვთქვათ, მოხდა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსის გამოკითხვა, იქ თავად იკითხა, უბრალოდ თავად საუბრობდა იმ გარემოებებზე, რომ დაკავებაო ბევრ გარემოებას უკავშირდებოდა, მათ შორისო სტიკერსო, პოლიციელის შეურაცხყოფასო და როდესაც გაიგო ჩვენგან ისევ სხდომაზე, რომ ასე ვთქვათ, სტიკერთან დაკავშირებით არანაირი სამართლებრივი ღონისძიებები არ გატარებულა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან, დაახლოებით 2 დღეში, ალბათ ერთ კვირაში გავიგეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართა სასამართლოს სტიკერის გაკვეთასთან დაკავშირებით. უფრო ნათელი რო იყოს მთელი ამ პროცესის, ასე ვთქვათ, უკანონობა რაში მდგომარეობს, ჯერ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ზია ამაღლობელმა რომელიმე პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჩვენ არ ვსაუბრობთ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ცალკე დავის საგანი და შეფასების გარემოებები. აქ პოლიცია ამტკიცებს, რომ ადგილი ქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგრამ საოცარი რა არის ნახეთ. არ არსებობს უშუალოდ მოწმე, უშუალო ფაქტი გარემოებები, ვიდეო მასალა, აუდიო მასალა. რას ეყრდნობა მაშინ მოსამართლე, როცა გადაწყვეტილებებს იღებს? თქვენ ცხადია ესწრებთ ხო ყველა პროცესი? ნახეთ, ყველა ის მტკიცებულება, რომელიც მე გადავიდა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებაში, არის უკანონო. ამიტომ ეწოდება ამ გადაწყვეტილებას უკანონო, იმიტომ რომ პირველ რიგში არ ეყრდნობა მტკიცებულებებს, არ ეყრდნობა სამართლებრივ ნორმატიულ განმარტებებს და კანონი, რომელიც ასე ვთქვათ, ადგენს გარკვეულ ქცევას, იმ ქცევის დარღვევას, ოდესაც გედავება სახელმწიფო, ვალდებულია თითეული, ასე ვთქვათ, შენი ქმედების ნაწილი დაადასტუროს. ეხლა ნახეთ, სტიკერის გაკვეთასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, მეტი აბსურდული სიტუაცია მივიღეთ. არსებობს სამართალდარღვევათა კოდექსში პირველ რიგში ასე ვთქვათ, საქართველოს ისტორიაში, ასე ვთქვათ, სამართლებრივ სახელმწიფოს და დემოკრატიულ, ასე ვთქვათ, საკითხებზე ორიენტირებულ სახელმწიფოს, მე ვფიქრობ, ღირსების საკითხი უნდა იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ასე ვთქვათ, გაუქმების საკითხი. რატო საუბრობ? ეს სამართალდარღვევათა კოდექსი თუ გადაფურცლებთ, იწყება საბჭოთა კავშირის პრეზიდიუმის შესწავლით. და შეგიძლიათ ისტორიული, ასე ვთქვათ, ექსკურსი გაიაროთ კანონებში, რა კანონები მოქმედებდა 1994 წელს, 98 წელს, ანუ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობას ვაგრძელებთ და მე ვფიქრობ ეს ერთგვარი სიმბოლურიც არის, ხომ? საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობას ვერ ექნება დემოკრატიულ, ასე ვთქვათ, განვითარებაზე პრეტენზია. გიორგი, ამიტომ თავმოყარე, ასე ვთქვათ, სახელმწიფო უნდა პირველ რიგში ამ კოდექსს უნდა აუქმებდეს. კი ბატონო, აი სტიკერის გაკვეთასთან დაკავშირებით გუშინაც სასამართლო პროცესზე ეს იყო აქტუალური, მგონი თქვენი კითხვაც იყო, რომ აი სად არის ნებადართული სტიკერის? ზოგადად სტიკერის გაკვრა როგორ კვალიფიცირდება? რა ტიპის დანაშაულია ეს და მიიღეთ თუ არა თვითმმართველობისგან განმარტება, ან არ ვიცი, სამართალდამცველმა პოლიციელებმა, რომლებმაც ამ მიზეზი დააკავეს, იციან თუ არა, სად შეიძლება საჯარო სივრცეებში გაკვრა და სად არა? ნახეთ, ეს კანონი კრძალავს ბანერის, პლაკატის, სტიკერის, საღებავით, ასე ვთქვათ, ისტორიულ ძეგლებზე, ისტორიულ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებზე, რელიგიურ დაწესებულებებზე, საჯარო სტრატეგიულ დანიშნულების თავისთავად არის, ანუ ნახეთ, ლეგიტიმური მიზანი ნამდვილად წარმოგვიდგენია, ახლა ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვისაც სადაც მოესურვება, ან რა განზრახვა იქნება, მივიდეს და პირობითად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანოს. ეხლა ეს მეორე განზომილება არის, ჩვენ ვსაუბრობთ ქალაქზე, სადაც ყველაფრის დემონტაჟი, დანგრევა, ასე ვთქვათ, ერთგვარ ნორმად იქცა, მაგრამ ეს გვერდზე გადავდოთ, ეხლა ვისაუბროთ თვითონ ნორმა. ის რომ ხვალ მოქალაქე არ აღმოჩნდეს უნებლიე სამართალდამრღვევი და ეს სამართალდარღვევა არ დაუჯდეს მძიმე ფინანსურ სანქციად. კანონი განმარტავს, რომ ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალე, ბანერი, სტიკერი, პლაკატი, გაკვრა არასათანადო სივრცეში, ანუ არაუფლებამოსილ სივრცეში, სადაც არ არის განსაზღვრული მისი გაკვრა, ისჯება. ეს არის, ასე ვთქვათ, კანონის აკრძალვა, მაგრამ ნახეთ, პირველი ასე ვთქვათ, კანონი ადგენს და ცხადია ამას გულისხმობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია განსაზღვროს კონკრეტული სივრცეები, სადაც ნებადართულია ყოველგვარი წინასწარ გაფრთხილების, წინასწარი ნებართვის გარეშე სტიკერის, ბანერის განთავსება.
და თუ ეს განსაზღვრულობას, ასე ვთქვათ, ადგილმდებარეობის ვიცით და იქ არ ხდება ეს კანონი სწორედ ამგვარ ქმედებას აცხადებს დასჯადად. და მე ამ შემთხვევაში ჩვენ მოვიხმოვდით ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც საკონსტიტუციომ თვითონ ეს ნორმა შინაარსობრივად გააუქმა, ანუ არაკონსტიტუციურად ცნო, როდესაც კერძო საკუთრების სივრცეში ბანერის გამოფენაზე იყო საუბარი. თავის დროზე ეს ნორმა უფრო ფართო განმარტებით გამოიყენებოდა და თქვენ რომ კერძო საკუთრებაზე ან თქვენ საიმაზე საპროტესტო ბანერი გადმოგეფინათ, დაისჯებოდით სამართალ დარღვევის თვალსაზრისით. ეს გარემოება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, მაგრამ დაგვრჩა დავის საგანი არ იყო თავისთავად ეს გარემოება, დაგვრჩა მთელი რიგი საკითხები, როდესაც მუნიციპალიტეტი არ ადგენს არასრულ მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, მაშინ სად მაქვს მე უფლება? მაშინ გამოდის რომ შენი კონსტიტუციური უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე ილუზორული არის. ანუ არსებობს ყოველჯერზე პოლიციელმან სასამართლომ უნდა განსაზღვროს, სად მქონდა გაკვეთილება და სად არა. სასამართლოს მისი წილი პასუხისგებლობა რომ ეტვირთა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების სასწავლო ერთგვარი მესაჯი ყოველთვის არის სასამართლო და სასამართლოს როლი ბალანსის დაცვაზე, მოქალაქის უფლებების დაცვაზე სწორედ აქ უნდა გამოვლენილიყო. თუ სასამართლო იტყოდა რომ თუ საამისოდ არ განსაზღვრავს კონკრეტულ ტერიტორიულ სივრცეებს თვითმმართველობა, მაშინ არ შეიძლება მოქალაქე დაისაჯოს იმიტომ, რომ ჯერ პირველი შემხედრე ვალდებულება მუნიციპალიტეტის არის. ჩვენ რა თქმა უნდა შეიძლება ვიდაოთ სად შეიძლება ამ სივრცის განსაზღვრა, რომელი სივრცეებია მიზანშეწონილი და მივიჩნიოთ კანონიერად ან არაკონსტიტუციურად, ეს ჩვენი უფლებაა დავის, მაგრამ სასამართლოს სწორედ აქ უნდა ქონოდა ის ტვირთი და პასუხისგებლობა, რომ როდესაც სამართლებრივ ვაკუუმში ამყოფებს ხელისუფლება ცენტრალური თუ ადგილობრივი საკუთარ მოსახლეობას და ნახეთ საუბარი არის 150,000-იან ქალაქზე, რომელსაც აქვს გამოხატვის ასე ვთქვათ ეს რაღაცა ლეგიტიმური უფლება და შესაძლებლობა, როგორც ჩვენ გავიგეთ გუშინდელი გადაწყვეტილებით, სავსებით არ გვაქვს და ნახეთ როგორც ჩაკეტილ წრეში ვართ თქვენ რომ გამოხვიდეთ რუპორით ასე ვთქვათ და ხმის გამაძლიერებელით აღმოჩნდება რომ ხმის გამაძლიერებელს ასე ვთქვათ ტონალობა და დეციბალი აღემატება იმ დადგენილ ნორმას და შეიძლება ამის გამოც დაჯარიმდეთ. ანუ ფაქტობრივად ყველა ჩამკეტის სივრცე არის ამოქმედებული იმისთვის, რომ ადამიანებს არ ქონდეს გამოხატვის თავისუფლება. კი ბატონო, რამე და კიდე რას მინდა ხაზი გაუსვა. ცხადია ის გარემოება იყო თუ არა დადგენილი საამისო სივრცეები, ამაზე მიმართეთ მუნიციპალიტეტს და კანონით დადგენილ ვადაში ჩვენ პასუხი ვერ მივიღეთ. ამაზე ვთხოვეთ დახმარება სასამართლოს თავად გამოიყენებინა ის უფლებამოსილება და მექანიზმები, რასაც ინკვიზიციურ სამართალს ვეძახით ადმინისტრაციულ სამართალში, რომ სასამართლო ერევა სწორედ ასე დროს და თავად უზრუნველყოფთ კიცებულების ამაღლებას. მაგრამ ამ გზითაც ვერ მიიღეთ პასუხი. ამ გზითაც ვერ მივიღეთ, მაგრამ ჩვენი ამოცანა იყო ის, რომ სასამართლოს ჩვენი პოზიცია კი არ დაეჭირა რაღაც კიცების ნაწილს, შესყობილიყო ზოგადი საკითხი, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება თავისი შინაარსით არის პრეცედენტული, არის ისტორიული და ცხადია სასამართლომ ნაცვლად იმისა, რომ ერთი ნაბიჯით წინ წაეწია საზოგადოებრივი განვითარება უფლებების განმარტების უკან დავიხიეთ. ანუ 1984 წლის კოდექსს, საბჭოთა კავშირის კოდექსს ერთი წლით უკან მიუახლოვდით და ეს არის ახლა ახლა არის აქ კიდევ ისე გამოუვალი თითქოს სიტუაცია რატომაც არის პრობლემური. პროცესები გრძელდება, ჩვენ ვხედავთ ამდენი წინააღმდეგობის, სამართლებრივი ბრძოლის და სხვა ტიპის აქტივობის მიუხედავად სასამართლომ გუშინაც ვნახეთ დააჯარიმა ხელმეორედ მზიამაღლობელი. მიმდინარეობს პარალელურად საქმე სისხლის სამართლის მიმართულებით. მაშინ, როდესაც ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, ჩვენ ვიცით რა თქმა უნდა და ჩვენ მაყურებელმაც იცის, რომ ქართული ოცნება ჩალის ფასადებს ზოგადად ამ რეზოლუციებს, მაგრამ მე მაინტერესებს აი თქვენთვის, იურისტისთვის, უფლებადამცველისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი დოკუმენტები, მაგალითად ბოლოს მიღებულ რეზოლუციაში მკაფიოდ ჩაიწერა, რომ მოთხოვნა, რომ მზიამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და მას უნდა მოეხსნას ყველა ბრალდება და ეს ბრალდებები შეფასდა უკანონოდ. მსგავსი დოკუმენტების არსებობა სამართლებრივ ბრძოლას როგორ ეხმარება? პირველ რიგში შემიძლია გითხრათ, რომ ეს გარკვეულწილად არის мотиваცია ყველა იმ ადამიანის, ვინც არის უკანონოდ დაკავებული მზიას ჩათვლით, ასე ვთქვათ და თავისთავად მზიას ნაწილი ახლა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც მისი უფლებადამცველებისთვის. საერთაშორისო დონეზე
საზოგადოების მხარდაჭერა აქ საუბარი არ არის კონკრეტულად მზიაზე, მზია არის ასე ვთქვათ გამოხატულება და სიმბოლო ამ ბრძოლის და შესაბამისად მზიას მიმართ გამოხატული ეს მხარდაჭერა ჩავთვალოთ არის საზოგადოების მხარდაჭერა. შესაბამისად ეს გარდა იმისა რომ სამართლებრივ ასე ვთქვათ მექანიზმებს ქმნის იმისთვის რომ ამ საქმეს ასე ვთქვათ გარკვეულწილად შეფასებითი ნაწილი მიეცეს ჩვენი მხრიდან სისხლის სამართლის საქმეზე, ადმინისტრაციულ სამართლებრივ საქმეებზე, რა თქმა უნდა, ახლა ამ საქმეს ექნება გაგრძელება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და გარკვეული რეზონანსული, ასე ვთქვათ, და ყურადღების ვექტორი მიმართული იქნება გაცილებით მეტად ამ საქმესთან მიმართებით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა ამგვარ გაგზავნილ საჩივარს მიენიჭება პრიორიტეტი. რაც შეეხება პროცესზე გავლენას მე ვფიქრობ, რომ ის არსებული მექანიზმების ამტკიცებულებებით საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ ობიექტური სურათი დავინახოთ. და უბრალოდ სასამართლომ დაინახოს ობიექტური სურათი, ნამდვილად არ ჭირდება ზედმეტი ძალისხმევა იმას, რა ამტკიცებულებებიც არის წარმოქმნილი საქმეში, სასამართლომ ვერ შეაფასოს. მაგრამ სამწუხაროდ ეს მოცემულობა, რაშიც ახლა ჩვენ გვიწევს ყოფნა, არ არის ახალი ჩემთვის, მაგრამ გაცილებით, ასე ვთქვათ, ძიმია იმ თვალსაზრისით, რომ ყოველ ჯერზე ვხედავთ თუ რამდენად ხელოვნურად და თეთრი ძაფით ნაკერი საქმეები მოდის სასამართლოში, გიწევს ჩართულობა ადამიანის უფლებების დაცვაზე და ეს ბრძოლის გზა რა თქმა უნდა გარკვეულ დროში, გარკვეულ სივრცეში გრძელდება. არ არის მარტივი ადამიანებისთვის, ხო ეს მთელი პერიოდი, ახლა მზიან შემთხვევაში თუ ავიღებთ დაახლოებით 6 თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ მზიამას არ განიხილავს როგორც კი ბატონო, აი რომ შევაჯამოთ, აი ახლა ამ ეტაპზე ვიცით რომ მეორე მიმართულებით გრძელდება სასამართლო პროცესი, ჩანიშნულია და ჩვენ ვხედავთ რომ დაცვის არც ერთი წარდგენილი მტკიცებულება არ იქნა გაზიარებული, ჩვენ გვახსოვს ის ეტაპით, როდესაც მოსამართლემ ყველა მტკიცებულება გაანულა და ამოყარა საქმიდან. ამ ეტაპზე როგორ ფასდება, აი იურისტი როგორ აფასებთ თქვენ, გარდა იმისა, რომ თქვენ იცავთ მის უფლებებს, აი გარედან როგორ შეაფასებდი და ამით უნდა დავასრულოთ. ხო, არა, ობიექტურობა მაინც გვინდა დავიცვათ, ახლა ჩვენ შემთხვევაში ნახეთ ყველა მტკიცებულება ვერ ამოყარა სასამართლომ. კი ბატონო, სისხლის სამართალში. ხო, სისხლის სამართალზე ვსაუბრობ, ხო, სისხლის სამართლის საქმეზე რაღაც ნაწილი მტკიცებულებების არ გაიწვა. ადმინისტრაციული დასრულდა, ხო, იმედია მესამე არ იქნება. მიმდინარეა. აი დაჯარიმებით, შემდეგ რა საუბრობთ? გრძელდება აპელაციაში გავასაჩივრებთ და რა თქმა უნდა, ამას ექნება გაგრძელება თუ სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. ეხლა ობიექტურ თვალსაზრისით არ მინდა რომ რაც არ დაუშავებია სასამართლოს ის კი ბატონო, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მაყურებელს. ხო, სასამართლო რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმის ნაწილს შეეცადა გარკვეულ მტკიცებულებებს საერთოდ განერიდებინა საქმეს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გავასაჩივრეთ აპელაციაში და აპელაციამ ასე ვთქვათ დაუშვებელ მტკიცებულებებთან ნაწილი დაუშვა და შესაბამისად ჩვენ ეს მტკიცებულებები რაც დაუშვა გამოვიყენეთ ეფექტურად და კარგად ნახეთ ხომ ექსპერტი რომელიც დაიკითხა სიცილთესთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სწორედ ერთ-ერთი მტკიცებულება ამ ესეც იყო რომელიც არ დაუშვა ცხადია ის მტკიცებულებები რაც არ დაუშვა იქ კატეგორიულად შემიძლია გითხრათ რომ სასამართლო ნორმის განმარტებაც კი რაც 2009 წლიდან დღემდე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოქმედებაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა მაგრამ გავიგეთ ახლა ეს ბრძოლის ფორმატია უკანონოდ ესე ვთქვათ არასათანადო მიდგომებით მიუხედავად ამისა ჩვენ შევძელით რომ მტკიცებულების ნაწილი საქმეში დაგვებრუნებინა და დასკვნით ეტაპზე ალბათ მალე გადავალთ და მოგვიწევს. აი ხო, მოლოდინი როგორია და სამწუხაროდ მეტი დრო აღარ გაქვს. მოლოდინი იმ ფონზე რაც გავიარეთ, ცხადია ვერ იქნება პოზიტიური. მაგრამ როგორც იტყვიან, ასე ვთქვათ, ადამიანი ყველა ბრძოლაში მაინც იმედით უნდა შევიდეს. ხომ ეს იმედი არის ალბათ ის არის, რომელიც გაძლევს мотиваციას შენს და გაძლევს იმ ადამიანს, ანუ აძლევს мотиваციას იმ ადამიანს, ვისაც იცავდა. ცხადია ახლა უიმედობის განცდა ნამდვილად არ მინდა რომ შევქმნო ზიანაღლებს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად. გიორგი ხიმშიაშვილი, მზია ამაღლობელის ადვოკატი იყო ჩვენი სტუმარი. მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს მხარდაჭერას და სოლიდარობას მზიას მიმართ, თავისუფლება მზია ამაღლობელს. ახლა ასევე მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხს შევეხებით. 17 ივნისს მოსამართლეებმა 5 ორგანიზაციას სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველოს საფარი, მომავლის აკადემია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ოფიციალურად მოსთხოვეს ანტიკორუფციული ბიუროსთვის
ბოლო 17 თვის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა, მათ შორის ისეთის, რომელიც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. ამაში ხვდება ორგანიზაციების ბენეფიციართა შესახებ სენსიტიური ინფორმაცია, ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის და მიმოწერის ამსახველი ინფორმაცია. რა ტიპის პრობლემაა ეს? ამაში ლევან ატროშვილი გაგვარკვევს, იგი სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორია და უკვე არის ჩვენთან პირდაპირ ეთერში. ბატონ ლევან, საღამო მშვიდობისა, მადლობა, რომ გვითმობთ დროს. ბატონო ლევან, აუდიტორიისთვის უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ და გასაგებად, აი რას ითხოვს, რა ტიპის ინფორმაციას ითხოვს ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და რა ტიპის რისკები იკვეთება, რატომ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საზოგადოების აბსოლუტური ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა და უფლებადამცველები. მოკლედ, რა არის საგანგაშო ამაში? გთხოვთ რომ აგვიხსნათ კიდევ ერთხელ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ამ შემთხვევას, პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ ცხადია, მისი მოლოდინი ჰქონდა ბევრ ორგანიზაციას, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით არაერთი შემზრდველი კანონი იქნა მიღებული ქართული ოცნების მხრიდან და რა თქმა უნდა მოლოდინი იყო, რომ ამას ოდესმე დაიწყებდნენ, ასე ვთქვათ, ამის აღსრულებას და როგორც ჩანს ეს არის პირველი ნაბიჯები. რაც შეეხება იმას თუ რა პრობლემა არის, პრობლემა დასაწყისიდანვე არის ის, რომ мотиваცია რაც აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს, რატომაც სურს ამ ინფორმაციის მიღება, ვიცით რაც არის, ხომ ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ამ ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციაც, რომელიც აშკარად, ასე ვთქვათ, მისი პოზიციები იყო პოლიტიზებული, მისი ლექსიკა რაც მან გამოიყენა, ცალსახად მიუთითებდა, რომ მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს წინასწარ გარკვეული განწყობები, აზრები, თუ რა დასკვნას დადებს, ამასთან დაკავშირებით, ანუ რასაც ინფორმაციასაც მიიღებს. ანუ პოლიტიზებულია სამწუხაროდ ანტიკორუფციული ბიურო, მის დამოუკიდებლობის ხარისხი არის ძალიან დაბალი, რაც ვნახეთ ჩვენ წინა საპარლამენტო არჩევნების დროსაც და ცხადია ეს სერიოზული პრობლემაა, როდესაც საჯარო უწყება, რომელიც ასეთი უფლებამოსილებებით არის აღჭურვილი, იწყებს რაღაც პროცესს გარკვეული ორგანიზაციების წინააღმდეგ, გარკვეული პირების წინააღმდეგ და მისი მოტივი არ არის ლეგიტიმური, ხო? ანუ ლეგიტიმური მიზანი უბრალოდ არ არსებობს. მეორე არის ის პრობლემა, რომ ის მოცულობა ინფორმაციის, რასაც ითხოვს ბიურო, მოიცავს მათ შორის ისეთ ინფორმაციას, რომელიც არის ძალიან სენსიტიური, თქვენ რაც ჩამოთვალეთ ორგანიზაციები, მათ ბევრი ბენეფიციარი ყავთ, რომელთა ასე ვთქვათ, მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის გრძნობიარე, ამ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იყოს და ეს რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს, რომ ეს ინფორმაცია ბოროტად იქნება გამოყენებული და ამ ადამიანებს უბრალოდ მე ამ ინფორმაციის საფუძველზე ამ ადამიანების დევნას დაიწყებენ, ხო, გარკვეული სახელმწიფო უწყებები. ბატონო ლევან, ნდობა სამწუხაროდ არ არსებობს ამ უწყებების მიმართ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან რამდენად კონფლიქტში მოდის, ან როგორ შეიძლება ეს ორი სფერო განცალკევდეს? თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ სწორედ მოთხოვნილ ინფორმაციებში არის საგანგებო დაცული ინფორმაციები, პერსონალური ინფორმაციები, მაშინ პერსონალური ინფორმაციათა დაცვის კანონმდებლობა როგორ გვიცავს? აი სამწუხაროდ არა მარტო პერსონალური მონაცემების კუთხით, არამედ ბევრი მიმართულებით არის პრობლემური ეს კანონმდებლობა და ის გზა როგორც სრულდება ეს კანონმდებლობა. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ნაწილი რაც ახალი ცვლილებები შევიდა, ახალი კანონები იქნა მიღებული ბოლო წლების განმავლობაში არის არაკონსტიტუციური, ხო? ჩვენ რომ კონდეს, ასე ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც რეალურად დამოუკიდებელია და ობიექტურად აფასებს ამა თუ იმ ცვლილებებს, ბევრი კანონი უბრალოდ გაუქმებული იქნებოდა დღემდე. ასევე ჩვენ რო კონდეს სასამართლო, დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც ერთგვარი ფილტრი უნდა იყოს და მაკონტროლებელი უნდა იყოს ასეთი გადაწყვეტილებების, დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ მოთხოვნებს, რაც ანტიკორუფციულ ბიუროს ჰქონდა ამ დღეებში, ამ მოთხოვნებს არ გაიზიარებდა და ის ბრძანება არ გამოვიდოდა, როგორც ვთქვათ, აი ამ მოსამართლემ გამოსცა, ხო? ანუ
ეს არის დიდი პრობლემა, რომ სამწუხაროდ ჩვენ უბრალოდ სიმართლესაც ვერ შევძლებთ, რომ დავამტკიცოთ სასამართლოების, სხვადასხვა ტიპის სასამართლოების გზით და უბრალოდ გვიწევს იმაზე საუბარი, რომ ეს არადემოკრატიული, არაკანონიერია რეალურად და არაკონსტიტუციური უკვე ნიშნავს, რომ არაკანონიერი არის, მაგრამ მათი არგუმენტი იქნება, რომ ეს მათ ჩაწერეს უბრალოდ კანონში და შენ უნდა შეასრულო და უსამართლო კანონის შესრულება ცხადია შეიძლება სერიოზული ზიანის მომტანი იყოს, მაშინ განსაკუთრებით, როდესაც ეს კანონები სრულდება ისეთი ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც შეიძლება ყველაზე მოწყვლადი ადამიანები იყვნენ, ხო, როგორი ტიპის ადამიანები მოდიან, მაგალითად, სამოქალაქო ორგანიზაციებში დახმარების მისაღებად, ხო, ისეთი ადამიანები, რომლებიც დაიჩაგრნენ სხვადასხვა მიზეზის გამო, სწორედ ამ ადამიანებთან დაკავშირებით მინდა კითხოთ ბატონ ლევან, აი სწორედ მათთვის, ვინც ამ ორგანიზაციებს აკითხავდა დახმარების მისაღებად, მათთვის რა გზავნილია ამ ტიპის ინფორმაციის გასაჯაროების გავრცელების რისკები. აი მათთვის მათზე როგორ იმოქმედებს და აქ ორმხრივი პრობლემაა ხო თვითონ არასამთავრობო ორგანიზაციებზეც კითხავთ მათთვის მათი დამოუკიდებლობის ხარისხი საერთოდ როგორ შეიძლება შენარჩუნდეს მაგრამ ადამიანები ბენეფიციარები რომლებიც ფასდაუდებელ სიკეთეს ღებულობდნენ ამ ორგანიზაციებისგან მათთვის რა გზავნილია ეს მათთვის არის ძალიან მარტივი პირდაპირი გზავნილი, რომ მათ უბრალოდ არ დაიჭირონ ურთიერთობები ამ ორგანიზაციებთან და არ მიიღონ ის სერვისები და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს სერვისები მათ ანაზღაურების გარეშე მიეწოდებათ, ხო, ეს სერვისები არის უფასო, აი ისინი არც არ იხდიან ამაში და სწორედ ეს არის თელი ხიბლი ამ პროექტების, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვს საშუალება, რომ დიდი თანხები გადაიხადოთ, მაგალითად ადვოკატის მომსახურებაში, ამას იღებენ უფასოდ, ეს არის ძალიან დიდი საჯარო სიკეთე, მაგრამ აი ასეთი გზავნილები ახლა რა თქმა უნდა ძალიან ცუდი არის ამ ადამიანებისთვის, მათ თუ ეცოდინებათ, რომ მე მათი ინფორმაცია ისეთ უწყებებს ჩაუვარდებათ ხელში. რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს, რომლებმაც გამოიყენოს ეს ინფორმაცია ბოროტად, ხომ? უბრალოდ აღარ მივლენ ამ ორგანიზაციებში და ამ სერვისებს აღარ გამოიყენებენ, შეეშინდებათ და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ის საჯარო სიკეთე, რაც იქმნება ამ პროექტებით, ეს უბრალოდ აღარ შეიქმნება. კი ბატონო, აი თვითონ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებლობის კონტექსტში რა საფრთხეებს შეიცავს ამ ინფორმაციების მოთხოვნა და ზოგადად აი სახელმწიფო უწყებისგან სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ასეთი დამოუკიდებულება პერსპექტივაში რას მოუტანს ქვეყანას? პერსპექტივაში ეს რა თქმა უნდა თუ ასე გაგრძელდა, მიგვიყვას იქამდე რომ უბრალოდ განადგურდება სამოქალაქო სექტორი, ორგანიზაციული სახით არსებული სამოქალაქო სექტორი, ხო, ის ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ რომ გარკვეული სერვისები მიეწოდონ საზოგადოებას ორგანიზაციული სახით. და ცხადია, ხა ინდივიდუალურად ეს ადამიანები ისევ იქნებიან ამ სექტორში ჩართულები, მაგრამ სამწუხაროდ ორგანიზაციები ვეღარ იარსებებს, ხომ? ის ცვლილებები, კანონები, რაც იქნა მიღებული, სწორედ ამაზე არის მიმართული და ამის სერიოზული რისკები არსებობს, ხო? მაგალითად, გრანტების შესახებ კანონში შეშუცვლება, რომლის მიხედვითაც მთავრობის თანხმობა დაჭირდება ყველა ახალ მიღებულ გრანტს და ვიცით, რომ მთავრობამ აგერ უკვე პირველი შემთხვევა ჰქონდა, რომ ფაქტობრივად არ გასცა თანხმობა გრანტებზე, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საელჩოს უნდა გაეცა და რა თქმა უნდა მოლოდინი არსებობს, რომ ის არც ერთ გრანტს არ დაამტკიცებს, არ გასცემს თანხმობას, რითაც რესურსები ამ ორგანიზაციებს აღარ ექნებათ და ცხადია, რომ ეს მათ საქმიანობას მნიშვნელოვნად შეაფერხებს და პირველ რიგში კიდევ ერთხელ ეს ორგანიზაციები მონახავენ გარკვეულ გზას, ხო, ანუ ჩვენ საუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც არიან ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტები, სხვა პროფესიის, რომლებიც თავის გზას მონახავენ, დასაქმდებიან, იპოვიან სამუშაო ადგილებს, მაგრამ სამწუხაროდ ის სერვისები, რომელიც საზოგადოების ფართოფენებისთვის იქნებოდა, ის აღარ შეიქმნება და პირველ რიგში უბრალო ადამიანები დაზარალდებიან. აქ არის ეს მთავარი პრობლემა. კი ბატონო, აი ამ კონტექსტიდან გამომდინარე გკითხავთ, ჩვენ ვნახეთ სოლიდარობის აქციები, მხარდაჭერა, საერთო განცხადებები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის თქვენი ორგანიზაციის, მაგრამ აი კონკრეტულად ასეთ აი
კანონებმა დაიწყო, ყოველ შემთხვევაში მოქმედება დაიწყო, ხო? გარკვეულმა აი ამ შემთხვევაში სამმა კანონმა, რის საფუძველზეც მოითხოვა ანტიკორუფციულმა ბიურომ მსგავსი ინფორმაციები. თქვენი ორგანიზაციის პასუხი როგორია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის კოორდინირებული პოზიცია თუ არსებობს? ეხლა თქვენ ბრძანებდით, რომ არ დაიკარგებიან ისინი მოძებნიან თავისი კომპეტენციის შესაბამისად რაღაც სფეროებს, მაგრამ ზოგადად ასეთი ცვლილებების და ასეთი ცვლილებების ამოქმედების საპირწონე რა პოზიცია შეიძლება იყოს? ასე ხომ სათითაოდ ყველა სამოქალაქო ორგანიზაციას გაქრობის საფრთხე ემუქრება? ცხადია, ემუქრება, მოგეხსენებათ, რომ ეს პროცესი არ არის ახლა დაწყებული, ხო, როგორც ვახსენე, ეს არის მიზანი სამწუხაროდ ქართული ოცნების, რომ გაანადგუროს უბრალოდ სამოქალაქო სექტორი, ორგანიზაციული ფორმით არსებული სამოქალაქო სექტორი, რომელმაც პოტენციურად შეიძლება რაღაც პრობლემები მათ შეუქმნას, ვინაიდან ეს ორგანიზაციები მათი მხრიდან არ კონტროლდება და ვერ კონტროლდება. ხომ ეს არის მიზანი, რაც მათ აქვს დასახული. და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენც ვიაზრებთ ამ ყველაფერს. გარკვეული ურთიერთობები, რა თქმა უნდა, არსებობს სექტორის შიგნით, აგრეთვე განცხადება გავრცელდა დღეს, როგორც ბრძანეთ და ჩვენ რა თქმა უნდა ვაპირებთ, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და ქვეყანაში აქ მარტო რაღაც ორგანიზაციების ბედზე ხო არ არის საუბარი, აქ საუბარი არის, რომ ქვეყანა, იმაზე რომ ქვეყანა იუპება, ხო, დემოკრატია ყვება რეალურად ქვეყანაში, ქვეყანას პერსპექტივა იმისა, რომ განვითარდეს კეთილდღეობა ამაღლდეს მოსახლეობის. აი ეს პერსპექტივა ყვება ევროკავშირში გაწევრების პროცესი, აგერ გაჩერებულია საერთოდ და ფართო სურათი რომ ნახოთ, ძალიან სერიოზული პრობლემები შეიძლება იყოს ამ ქვეყანაში და რაღაცა გავხდეთ რიგითი ქვეყანა, რომელიც ერთდროს იყო, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, ქვეყანა მეზობლებისთვის სამაგალითო ქვეყანა, რომელიც უკვე ევროკავშირის წევრით შეიძლება გამختارიყო ახლოს მომავალში და ასე თუ განვითარდა მოვლენები, ვიქნებით მაჩანჩალა ქვეყანა, საიდანაც უბრალოდ ადამიანები მონდომებული იქნებიან, რომ წავიდნენ და მონახონ საკუთარი ბედი სხვა ქვეყნებში და ეს იქნება საბოლოო ჯამში შედეგი თუ ასე განვითარდა მოვლენები. კი ბატონო, EUTHODIR-ის მისიაზე უნდა გკითხოთ აუცილებლად. წელს მისია არ იქნება მოწვეული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად. რას ნიშნავს ეს და რა ქმედებების თავისუფლებას აძლევს არჩევნების შედეგები დაინტერესებულ ნებისმიერ სუბიექტს, სახელმწიფოს, სხვადასხვა ორგანიზაციას უწყებებს? აი, რას ნიშნავს ყველაზე ავტორიტეტული, დიდი ნდობის მქონე მისიებისთვის თავისი ფუნქციის განხორციელებაში ხელი შეშლა? მარტივად თუ ჩვენ არ მოვიწვიეთ, ისინი ცხადია ვერ ჩამოვლენ და ეს უკვე გადაწყვეტილია. როგორია თქვენი პოზიცია, როგორც ადგილზე ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელის? ცხადია, ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ის განცხადება, რაც გავრცელდა გუშინ ირაკლი ყუბახიძის მიერ, ასევე დღესაც რას კომენტარებსაც ვისმენთ ქართული ოცნების პოლიტიკოსების მხრიდან, არის манипуლაციური და ტყუილი დიდწილად. ჩვენი ხელისუფლება, ნებისმიერი ხელისუფლება 2006 წლიდან ყველა ადგილობრივ არჩევნებზე იწვევდა EUTHODIR-ის მიზიას და ყველა არჩევნებზე იყვნენ ჩამოსული ადგილობრივ არჩევნებზე გარდა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და მაშინაც უბრალოდ თავად ჰქონდა შიდა პრობლემები, ფინანსური პრობლემები, მოგეხსენებათ 2014 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით თვითონ EUTHO-ში იყო სერიოზული პრობლემა, ეგ რუსეთის გარიცხვა არ გარიცხვის საკითხი იდგა და სერიოზული კონტრიბუტორი არის რუსეთი ზოგადად EUTHO-ში ფინანსურად და ეს იყო მიზეზი, რატომაც ვერ შეძლეს მათ ჩამოსვლა. სხვა ყველა შემთხვევაში ისინი ჩამოვიდნენ, მათთვის პრიორიტეტი არის ყოველთვის საქართველოს, ნებისმიერი არჩევნები საქართველოს ჩატარებული, მათთვის იყო პრიორიტეტი. მათთვის არ არის როგორც წესი პრიორიტეტი ისეთი ქვეყნების არჩევნები, სადაც დემოკრატიის მაღალი ხარისხი არის და იქ საერთოდ საპარლამენტო არჩევნებსაც კი არ აკვირდებიან ხოლმე, ხო, ბევრ ქვეყანაში და საპრეზიდენტოს, იმიტომ რომ იქ იმისი, ასე ვთქვათ, ალბათობა, რომ ცუდი არჩევნები ჩატარდება, ძალიან დაბალია ხოლმე და თითქმის არ არსებობს და აზრი არ აქვს ხოლმე იქ დაკვირვებას, მაგრამ საქართველოს სამწუხაროდ ამ ქვეყნების რიგში არ არის, მით უმეტეს ეს მოვლენები, რაც ბოლო წლებში განვითარდა, კიდევ უფრო უკან დავიხიეთ ჩვენ ყველა მიმართულებით, დემოკრატიის მიმართულებით და რა თქმა უნდა, თუ მოიპატიჟებდნენ EUTHODIR-ის მისიას, აუცილებლად ჩამოვიდოდნენ და ერთადერთი მიზეზი, რასაც მე ვხედავ, რაც ახსნა, რატომაც შეიძლება რომ არ
მოინდომონ ეუთოოდირის მისიის ჩამოსვლა, ეს არის ის, რომ ისინი მოელიან, რომ ძალიან მკაცრი შეფასებები იქნება ეუთოოდირის მიერ დაწერილი, ხო, ამ ეტაპზეც კი უკვე იმდენი ნეგატიური ნაბიჯი გადაიდგა 2024 წლის არჩევნების შემდეგ, რომ შეუძლებელია, რომ მათი მისიის დასკვნა იყოს დადებითი და ალბათ ამის თავიდან არიდება სულთ, რომ კიდევ უფრო მეტი კრიტიკა არ შეხვდეთ. კი ბატონო, ბატონო ორგანიზაციისგან, როგორც არის EUTOD, რომელიც ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია არის ევროპაში. კი ბატონო, და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ უშუალოდ თქვენს ორგანიზაციაზე და თქვენს გეგმებზე. თქვენ ყველაზე გამოცდილი სადამკვირვებლო მისია ხართ ადგილზე, რა ტიპის პრობლემების შეგექმნათ თქვენ ეგრეთ წოდებული რუსული კანონების ამოქმედების შემდეგ და აი თვითმმართველობის არჩევნებზე ეხლა რა გეგმები გაქვთ, რა მასშტაბით დააკვირდებით თუ არა საერთოდ იქნებით თუ არა ჩართული პროცესში? სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ჯერ გადაწყვეტილი, რამდენიმე ფაქტორი გვაფერხებს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ქონდეს. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, ის სიტუაცია, რაც პოლიტიკურ სფეროში დღეს არსებობს. ჩვენ გვაქვს ეს პოზიცია ოფიციალურად ნათქვამი, რომ ჩვენ მზად ვართ დავაღვიდეთ მხოლოდ იმ არჩევნებს, რომელიც კონკურენციის რაღაც მინიმალურ სტანდარტებს მაინც დააკმაყოფილებს და ამაში გულისხმობთ იმას, რომ თუ პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი, ძირითად პარტიებს გულისხმობთ, გადაწყვეტენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ, ამ შემთხვევაში მზად ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემა არის, არ არის ერთნაირი შეთანხმება, ჯერ არ ვიცით ვირ ასაპირებს, არის განსხვავებული პოზიციები და სანამ ეს არ გაირკვევა, ჩვენ ამ მხრივ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. მაგრამ თუ ლელომ გადაწყვიტა და ასევე გახარიას პარტიამ ბატონ ლევან თქვენიც ამის შესახებ, თუ ამ ორმა პარტიამ გადაწყვიტა, თქვენ ამ შემთხვევაში როგორ იქნება თქვენი პოზიცია? მოდი ჯერ არ ვიჩქარო, ჯერ კიდევ არის დრო, ამიტომ შეიძლება კიდევ შეიცვალოს ეს გადაწყვეტილებები და დაველოდებით როგორ მიიღებენ გადაწყვეტილებას და ამავე დროს მეორე პრობლემა რაც არის, ეს არის ის, რომ ეს ქმედებები, რასაც ჩვენ ხედავთ ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან, ის შეზღუდვები, რაც არის ზოგადად ამ მიმართულებით, გველით, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ეს ქმედებები ჩვენს წინააღმდეგ, სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ და შესაბამისად, რახაც რისკები არსებობს, რომ უბრალოდ ჩვენ ფიზიკურად ვერ შევძლოთ არჩევნებზე დაკვირვება. ანუ ფიზიკურად არ იარსებოს თქვენმა ორგანიზაცია ამ რისკებზე საუბრობთ, ბატონ ლევან? არ ვიარსებოთ, რესურსი არ გქონდეს, არ დაგვარეგისტრინო როგორც საარჩევნო დამკვირვებლები, ბევრი რისკი არსებობს. ხო, არაფერი სამწუხაროდ გამორიცხული არ არის და შესაბამისად ახლა ალბათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, უნდა დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. გასაგებია, დიდი მადლობა. მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. მადლობა ლევან ატოშვილი, ისპედის აღმასრულებელი დირექტორი გვიზიარებდა საკუთარ პოზიციას. ჩვენ ახლა საქართველოს ფარგლებს უნდა გავცდეთ და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე ვისაუბრებთ. ისრაელისა და ირანის კონფლიქტი იქნება ჩვენი თემა. თავდაპირველად ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩავთავთ ისრაელში მცხოვრებ ქართველ სტუდენტს ანა ბორჩხაძე თელ-ავივიდან გვერდდება, ვხედავთ უკვე ანას, სადაც ირანიდან გაშვებულ რაკეტებს იგერიებდნენ. ჩვენ ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვთხოვეთ გადაცემაში მონაწილეობა, თუმცა მან არსებული დაძაბული ვითარების გამო ამ ინტერვიუზე პირდაპირ ეთერის რეჟიმში თავი შეიკავა. და ანა, მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ გხედავთ უვნებელს, მშვიდობას გისურვებთ პირველ რიგში. გვინდა მოგვიყვეთ ამ წუთას რა ვითარებაა თქვენს ირგვლივ, ხვდები რომ არ ხართ სამალავში, მოკლედ რა ინტენსივობით იბომბებოდა თქვენი ქალაქი და რა ხდება თქვენს ახლობლებთან, გაქვთ თუ არა საშუალება რა ინტენსივობით გამოდიხართ სამალავებიდან და რა ხდება მოკლედ თქვენთან რომ მოგვიყვეთ. მოგესალმებით, მე ვესალმებ თქვენს ტელემაყურებელს. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს მოსახლეობას და თქვენ ამ ხელა ინტერესში და მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ აქ ყოფი ქართველები გვძნობთ განსხვავებით ჩვენი ოფიციალური წარმომადგენლებისგან ამ ქვეყანაში. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, დღეს მხოლოდ დილით იყო, რასაც მოყვა 7 ადგილას ვარდნა. გაცხადებული არის და აკრძალული არის სულ ბევრი ტერიტორიის დასახელება, გარდა სასაცილებლად მნიშვნელოვანი ობიექტების, აი მაგალითად როგორიც არის საავადმყოფო და ერთ-ერთ ბიზნესიც დაეცა ასევე დღეს. დანარჩენი, სადაც სამოქალაქო საზოგადოება ცხოვრობს, იმ ადგილების დასახელება ცენზურა არის და არ შეიძლება მათი დასახელება. დილით საბედნიეროდ ბოლო ინფორმაციით, მე როგორც ვიცი, დილით
2 ადამიანი მძიმედ დაშავდა და დაახლოებით 40 ადამიანი დაზიანდა, თუმცა გარდაცვლილი არ არის. საავადმყოფოდან ბერშევას საავადმყოფოდან, რომელიც ქვეყნის სამხრეთით არის და ეს არის ღაზასთან ახლო, ღაზას საზღვარი, ამ ტერიტორიიდან ავადმყოფების ევაკუაცია მოხდა ხულონში, ვოლსონის ავადმყოფოში, სადაც ხოდაშორის ქართველი ექიმები მუშაობენ და მათ მინდა რომ მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება თვითონ მე ქალაქში ვცხოვრობ, თელ-ავივში ვცხოვრობ, ომის დაწყების ომი არ დაწყებულა პრინციპში, ომი მიმდინარეობს ამაში უკვე 21 თვეა ჩრდილოეთით, სამხრეთით და ეხლა უკვე ირანთან მიმართებაში, რაც არ არის ჯერ გამოცხადებული. პარასკევ დღეს უკვე მე რადგან მოგვივიდა შეტყობინება ღამის 3 საათზე, რომ ისრაელი ბომბავდა უკვე ირანში მიმდებარე გარკვეულ ობიექტებს, იმით როგორც კი ავდექი გადაწყვიტა რომ ქალაქის ცენტრს გავცვლოდე, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ამ მიმართულებით იქნებოდა უფრო მეტი ზეწოლა და ამიტომ წავედი აშდოდში და დაახლოებით 3 დღე იქ დავჭი. თუმცა ის როგორ რაღაც არის, ამ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეთ, რომ მიხვდეთ რას ნიშნავს თავი იკრძოთ უსაფრთხოდ. მიუხედავად ამდენი ომისა, ამდენი ტერაქტებისა. ის პერიოდი იქ ვიყავი აშდოდში, შემდეგ სამსახურის გამო დავბრუნდი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში და ეხლა აქვე მაქვს თავშესაფარი. როგორც გითხარით, ანა, აქ მინდა გკითხოთ, ეს თავშესაფარი არის რაც სახლებს აქვს თუ ჩვენ მოვისმინეთ, რადგან ბალისტიკური რაკეტებით იყო საჰაერო დაბომბვა, სპეციალურ მიწისქვეშა თავშესაფრებში იყო რეკომენდაცია გაცემული, რომ მანდ გადასულიყავით. ახლა თქვენთან, აი თქვენ რა გამოცდილება გაქვთ და თქვენი აპლიკაციებით ან როგორ ხდება რეკომენდაციების მიღება უსაფრთხო ადგილებში დარჩენის შესახებ, როგორ ხდება ოპერატიული მოქმედებები და რა ინტენსივობით მაგალითად შეგიძლიათ თუ არა გასვლა ან რა დისტანციაზე შეგიძლიათ მაგალითად მოშორდეთ სახლებს, რომელსაც აქვს თავშესაფრები? მთავარი და მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ყველა ადამიანისთვის არის ის, რომ სადაც კი წავლენ, უნდა იყვნენ თავშესაფართან ახლოს. აქ თავშესაფრების რაოდენობა არის ძალიან დიდი, მათ შორის სახლებში თავშესაფრები არის ძირითადად ბოლო წელიწადში, რომელიც სახლებიც აშენდა, იქ არის თავშესაფრები და იცით როგორ რაღაც არის, ეს თავშესაფრები არის ჩამოსხმული ცემენტით, მე როგორც ამიხსნეს. აქვე არის თავშესაფრებში პატარა აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს ვენტილაციას, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ქიმიური იარაღის გასროლაც მოხდა. კი ბატონო. ეხლა მე ვარ ისეთ, ანუ მე ვცხოვრობ ისეთიდან, სადაც თავშესაფარი შიგნით არის. არ ვიცი, თუ გსურთ, შემიძლია რაღაც ადგილები გაჩვენოთ. მოვერიდებით, მაინც მოვერიდებით ეთერში, კი ბატონო. ჩვენც არ გვინდა, ჩვენც გვინდა დავიცვათ პროტოკოლი და თქვენი უსაფრთხოება. ანუ აქვე არის, აი, რუკაზე Google Maps-ზე აღნიშნული არის შენს ირგვლივ მაქსიმუმ 5 წუთის რადიუსში სავალ გზაზე თავშესაფრები, მაგრამ აქ არის 200 მეტრში, 240 მეტრში, 400 მეტრში ძალიან ბევრ ადგილას არის. ანუ მალევე შეგიძლიათ თავი შეაფაროთ უსაფრთხო ადგილს, როგორც კი სირენების ხმა გაისმება, ან აპლიკაცია მოგცევთ ამ მითითებას. ანა, მუშაობთ, დადიხართ თქვენს იმ ტერიტორიაზე მოძრაობთ, სადაც ბუნებრივად სხვა დროს გადაადგილდებოდით? უმეტესი ნაწილი გადავედით დისტანციურ მუშაობაზე, ვისაც ამის საშუალება გულისხმობს მაღაზიებში, მსგავს ადგილებში ან მუშაობს და ამის გამოცდილება უკვე ქვეყანას კარგი ხანია აქვს. დღეს მე გადავადგილდები მაგალითად ოღონდ უბრალოდ იმიტომ, რომ დიდი ხანის სახლში ჯდომისგან უკვე ძალიან რთული ემოციურად და ფიზიკურადაც, თუმცა ასე ვაგატყვით, რა რადიუსშიც გადავადგილდები, ყოველთვის ვამოწმებ თავშესაფრებს. მოდის აპლიკაციის საშუალებით, მოდის დაახლოებით 10 წუთის შუალედით, უფრო 10 წუთი და უფრო მეტი. გამაფრთხილებელი სირენა ვიპოვოთ უსაფრთხო ადგილი და შემდეგ მოდის უკვე უშუალოდ სირენები, სადაც გვაქვს 90 წამი, ანუ წუთნახევარი, რომ ჩავიდეთ თავშესაფარში. კი ბატონო,
ანა, ძალიან დიდი მადლობა. უსაფრთხოდ და მშვიდობიან ყოფნას გისურვებთ ყველას, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ყველას, განსაკუთრებით რა თქმა უნდა, თქვენ და ჩვენს თანამოქალაქეებს. ანა ბორჩხაძე იყო ჩვენთან თელ-ავივიდან პირდაპირ ხაზზე ისრაელში მცხოვრები ქართველი სტუდენტი გვიზიარებდა ინფორმაციას. ჩვენი შემდეგი სტუმარია გიორგი ხატიაშვილი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, შემოგვიერთდება რამდენიმე წამში. ჩვენ მასთან ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე და ისრაელისა და ირანის ომის პერსპექტივაზე ვიმსჯელებთ. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეის შესაძლოა თავდასხმისგან დაცული არ იყოს. ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად გავიგეთ მსჯელობა იმის შესახებ, შეიძლება თუ არა გახდეს სულიერი ლიდერი თავდასხმების სამიზნე და რა შეიძლება შეიცვალოს ამით. აქვს ირანს, აქვს უკაცრავად ისრაელს მიზანი გააუნებელყოს, გაანულოს ბირთვული პროგრამა ირანის, თუ უფრო მასშტაბურია მისი პროგრამა, მაგალითად ირანის დასუსტება რეგიონში, მათ შორის რეჟიმის ცვლილებით. ჩვენ ამ საკითხებს განვიხილავთ ბატონ გიორგი ხატიაშვილთან და აქვე გეტყვით, რომ კითხვაზე განიხილავს თუ არა ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს პასუხი იყო ასეთი: ამის შესახებ პრესაში საუბარი სასურველი არ არის. ჩვენ შეგვიძლია უკვე გადავიდეთ კითხვით ბატონ გიორგი ხატიაშვილთან. ბატონ გიორგი, დიდი მადლობა, რომ გვერთვებით. პირველი კითხვა მექნება ასეთი: ბლუმბერგი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები, მათ შორის რამდენიმე ფედერალური უწყების ხელმძღვანელი, ემზადება უახლოეს დღეებში ირანზე შეერთებული შტატების შესაძლო დარტყმისთვის და ბევრი ინფორმაცია მოვისმინეთ ამის შესახებ. სწრაფად იცვლება ეს ინფორმაციები, მაგრამ მსჯელობა ალბათ მაინც შეიძლება იმაზე, ჩაერთვება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ამ ომში და უშუალოდ რა არის მისი ინტერესი. გვითხარით მეტი თუ შეიძლება ამ მიმართულებით, ამ ეტაპზე როგორი ანალიზის გაკეთება შეიძლება? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. უნდა ითქვას ერთი რამე, რომ ტრამპისტულ ბანაკში არის ორი ურთიერთსაპირისპირო აზრი. უკიდურესად ტრამპისტული ბანაკი არ არის მომხრე, თქვათ ირანში, ირანთან ომში ჩართვის, ეს იქნება ტაკერ კარლსონი თუ აი ეს, თქვათ ულტრატრამპისტები. მეორე მხრივ ტრადიციული რესპუბლიკელები და ლინცი გრემი და ნეოკონსერვატორები, ასეთად ქორები მიიჩნევენ, რომ ეს არის უნიკალური შანსი, რომ თქვათ დრაკონს თავი მოკვეთო და დაასრულო ირანის ბირთვული გამდიდრების პროგრამა. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ისრაელი ამერიკის გარეშე ვერ გაანადგურებს ირანის ბირთვულ პროგრამას მთლიანად, რადგანაც ის, თქვათ, ის კლდეში გამოკვეთილი, თქვათ, ის ურანის გასამდიდრებელი ქარხანა მისი გასანადგურებელი, თქვათ, იარაღი ისრაელს არ გააჩნია. მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია ის, ასე ვთქვათ, ბუნკერის კუნეტელი ბომბები და ის თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია, რომ გაანადგუროს ეს ქარხანა. შესაბამისად, დონალდ ტრამპს აქვს ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო, თქვათ, წნეხი. ერთის მხრივ ისტორიული შანსი, რომ დაასრულო ირანის ბირთვული გამდიდრების პროგრამა, თუ ეს შესაძლებელია, მეორე მხრივ ესკალაცია, რომელიც მას არ სურს, იმიტომ ის, თქვათ, მოვიდა მშვიდობის ლოზუნგით, მოვიდა იმ ლოზუნგით, რომ ამერიკა უნდა შეწყვიტოს, თქვათ, ომებში მონაწილეობა და არის შანსი ომში ჩართვის, ხო? არის შანსი, რომ თქვათ, კი ბატონო, ამერიკა დაბომბავს ამ ბირთვულ ქარხანას, მაგრამ შემდეგ რა ხდება, იმიტომ ირანი იმუქრება, რომ ის შურს იძიებს და კი ბატონო, აი ამ მიმართულებით საინტერესო ეს შურისძიება შესაძლებელია მხოლოდ სამხედრო ბაზებზე გავრცელდეს თუ შეიძლება მასშტაბები გაფართოვდეს? ხო, აქ ახლა კითხვა რისი თავი აქვს ირანს. ჯერჯერობით რაც გამოჩნდა დიდი არაფრის. შესაბამისად, უფრო სავარაუდოა, რომ ახლო აღმოსავლეთში თიში განლაგებულ ამერიკის სამხედრო ინფრასტრუქტურას ირანმა დაარტყას ან ირანის მოკავშირე ამ შიიტურმა გასამხედროებულმა დაჯგუფებულმა, მათ შორის ასევე ხუსიტებმა. ჯერჯერობით ეს სურათი ჩანს, რომ თუ ასე ვთქვათ, ამერიკა ჩაერთვა ამ ომში, ირანი შურს იძიებს სწორედ ამ მიმართულებით. ეხლა ბატონ გიორგი, თვითონ ისრაელის მიზანზეც მინდა გკითხოთ, აი ორი ვერსია დომინირებს ძირითადად ექსპერტებს შორის, ის რომ ამ ბირთვული პროგრამის განულება სურს, ამაზეც ცხადია მინდა თქვენი შეფასება, რამდენად არის შესაძლებელი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ესე მარტივად, როდესაც ქვეყანას შეუძლია ურანის გამდიდრება და აქვს ეს მარაგი, როგორ შეიძლება განულდეს ბირთვული პროგრამა. თუ აქ მაგალითად საუბარია რამდენიმე წლით დაპაუზებაზე
ისეთ სერიოზული ზიანის მიყენებაზე, რომ ეს პროცესი შეჩერდეს. და მეორე მიმართულება ისრაელის მიზანთან დაკავშირებით სახელდება ის, რომ ამით შესაძლებელია რეჟიმის შეცვლა მოხდეს. აქაც არსებობს კონტრარგუმენტები, მაგალითად, როდესაც ქვეყანა იბომბება და საერთო საგარეო მტერი ყავს, რამდენად არის მოსალოდნელი ოპოზიციური განწყობების ძალების კონსოლიდაცია ქვეყანაში, სადაც რაკეტები ცვივა. ამიტომ საინტერესოა ამ ორივე ვერსიის შეფასება. კი ბატონო, დავიწყოთ უკანასკნელით. მეც დაგეთანხმებით ძალიან სკეპტიკურად ვარ, რომ დაბომბვებით რეჟიმის ცვლილება ეს არის ურთულესი პროცესი და ცოტა ფანტაზიას წააგავს, იმიტომ რომ ლიბიაშიც კი ადგილზე იყო ეს მიამბოხე ოპოზიცია და მეორეც უნდა ითქვას, რომ ლიბიაში ამ რეჟიმის ცვლილებამ არაფერი სიკეთე არ მოიტანა და თქვა ირანში ხო, ხა ირანს დემოკრატიის ქვეშ 15 არ უცხოვრია 3000 წლიდან და ეხა ის ფანტაზიები რომ აი ხა დავამხობ და იქ დემოკრატია იქნება, ესეც ცოტა ძალიან რთული საკითხია. მეორე მხრივ, კი ბატონო, თუ ეს რეჟიმი დარჩა, რაც არ უნდა ისრაელმა თქვა დაბომბოს და გაანადგუროს ირანის ბირთვული პოტენციალი, არსებობს საფრთხე და მით უმეტეს თუ ეს რეჟიმი გადარჩა, ალბათობად ლოგიკური ალბათობა იმისა, რომ ეს რეჟიმი გადაწყვეტს, რომ შექმნას ბირთვული იარაღი უფრო მაღალია. ჯერჯერობით ისრაელი რაც აცხადებს, ისრაელი აცხადებდა, რომ იყო მყისიერი საფრთხე, ესეც ახლა სადავოა, იმიტომ რომ თქვათ ამერიკული გათვლებით ირანს 3 წელი აშორებდა, სხვადასხვა გათვლებით 1 წელი. რა თქმა უნდა, ისრაელმა ძალიან და ძლიერ უკან დაწია ირანის ბირთვული პროგრამა, ის შესაძლებლობები, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ თუ რეჟიმი გადარჩა, ამა თუ იმ ფორმით, რა თქმა უნდა, საფრთხე იმისა, რომ რეჟიმი უკვე სწრაფი ტემპებით შეეცდება, რომ თქვათ შექმნას ბირთვული იარაღი, საკმაოდ მაღალია. კი ბატონო, ამ კონტექსტში ასეთი რამ მინდა გითხოთ, აი ბირთვული იარაღის ქონა რეჟიმისთვის თავდაცვის გარანტიებად განიხილება ეხლა ხშირ შემთხვევაში გვესმის ისიც რომ ეს ბირთვული იარაღი რეჟიმის შენარჩუნებაში ეხმარება თუ პირიქით რეჟიმისთვის შეიძლება ეს ეგზისტენციალური საფრთხე იყოს. მოკლედ აქ რა რისკები არსებობს და ამ ორი ვერსიის არსებობას რა ლოგიკური საფუძველი აქვს? ხო, ეხლა შევხედოთ ხო სამყაროს. ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღი არის პრაქტიკულად ერთადერთი საზღვაო თქვათ პოლისი, რომელიც ამ რეჟიმს ინარჩუნებს იმ კუთხით, რომ ეხლა ყველა ელოლიავება მეტნაკლებად ჩრდილოეთ კორეას იმაზე უფრო, ვიდრე ის იმსახურებს. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩრდილოეთ კორეას გააჩნია ბირთვული იარაღი და იმ დონის ასე ვთქვათ ჭალებში სიგიჟე, რომ თქვათ გამოიყენოს ის თქვათ არაორდინარულ სიტუაციებში. მეორე ასევე ლიბიის მაგალითი 2003 წელს ერაყის მაგალითით შეშინებულმა მუამარ კადაფიმ უარი თქვა მასობრივი განადგურების პროგრამაზე და თქვა ლიბიამ არ შექმნა ბირთვული იარაღი. 2011 წელს კადაფი დაამხეს. შესაბამისად, ის ლოგიკა, როცა ბირთვული იარაღი გაქვს სოფლიო პოლიტიკაში თქვენობით გენდლაპარაკებიან, რაც არ უნდა შეურაცხადი რეჟიმი იყოს, ამას ნამდვილად არსებობის საფუძველი აქვს. ამიტომ ეხლა ლოგიკა მე არ ვიცი რას იზამს ირანული რეჟიმი, მაგრამ დღეის მონაცემებით თუ ეს რეჟიმი გადარჩა, რომ თქვათ შიდა წრეებში, აი იგივე ამ ირანის შიდა წრეებში გაჩნდეს ეს საკითხი, რომ ასე გვექცევია, როცა ბირთვული იარაღი არ აგვაქვს და ვამბობდით, რომ აქვთ. ეხლა რო შევქმნით, უფრო თქვენობით დაგველაპარაკებიან. შესაბამისად, ეს მოცემულობა შეიძლება დადგეს ირანის წინაშე. კი ბატონო, და ბოლო კითხვა მინდა ასეთი დაგისვათ, აი საქართველო ჩვენ რა ჭრილში უნდა განვიხილოთ აქ საფრთხეები, როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება დღეს, აი გასაგებია რომ შეიძლება ეს ჩვენ პირდაპირ საქართველოს არ ეხებოდეს, მაგრამ აქ რადიოლოგიურ კატასტროფაზეა საუბარი, ჩვენ ბოლო მონაცემები ვიცით, რამდენიმე დღის წინ იყო მაგალითად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ირანის ბირთვული ობიექტების გარეთ რადიაციის დონე უცვლელიაო. მაგრამ არ ვიცით ხო ხვალდაზე რა მოხდება. გარდა ამისა, აი საქართველოსთვის ეს კონფლიქტი პერსპექტივაში ომი თუ გაფართოვდა მასშტაბები, რა ჭრილშია საინტერესო რისკის შემცველი და საფრთხის შემცველი ასევე ამავე დროს. ხო, რადიოლოგიურიდან დავიწყოთ, რა თქმა უნდა, საფრთხე არის თუ ისრაელი დაბომბავს ბუშერის ატომურ ელექტროსადგურს. ის ერთადერთი, თქვათ, მოქმედი ატომური ელექტროსადგურია, თუმცა არ მგონია რომ ეხლა ისრაელი ამაზე წავიდეს იმ კუთხით რომ ეხლა გამოიწვიოს რადიოლოგიური კატასტროფა და ეს თქვათ ურანის განმამდიდებელი ცენტრიფუგები მაინდა-მაინც დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს როგორც თქვენ აღნიშნეთ. რაც შეეხება მეორე საკითხს, თუ ეს ომი გაგრძელდა და ისრაელმა განაცხადებული პოლიტიკა რომ ხო რა თქმა უნდა ჩვენ ბოლომდე ბირთვული
ინფრასტრუქტურას, მაგრამ ასევე ჩვენ გავხდით ირანის სახელმწიფოს ქმედ უუნაროს, ანუ გავუნადგურებთ პორტებს, არ ვიცი, წყლის გამფილტრავ ქარხნებს, ასე შემდეგ და გამოიწვევს ირანში სრულ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ კატასტროფას, ეს ხო არ არის ხაზი, ანუ ღიაცის ქვეშ ციხე, რომ ხალხი ვერცად მიდის. რა თქმა უნდა, ხალხი დაიძრება, ნუ უფრო დაიძრება ერაყისკენ, თურქეთისკენ, ირანისკენ, სომხეთისკენ, ჩვენ ამ ხრივ ყველაზე ასე ვთქვათ, შეიძლება ესე მეორეული ტალღა მივიღოთ სტოლვილების და ამისთვის რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოემზადოთ რა პასუხი, რა პოლიტიკა და რა გვექნება თუ ვთქვათ, კონფლიქტი ირანში გაიწერა და ამან მიიღო უფრო დიდი ჰუმანიტარული კატასტროფის სახე. კი ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და მოგვეცით საშუალება თქვენი საინტერესო ანალიზით ჩვენი აუდიტორიისთვის გაგვეზიარებინა. მადლობა თქვენ, ჩვენ უსმენდით გიორგი ხატიაშვილს, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. ასეთ იყო დღეს ჩვენი სათქმელი, მე მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.